ყველაფერი ისე რბილი და ხარისხიანია, როგორც ინგლისის დედოფლის მოსასხამი. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არავის ინგლისის დედოფლის მოსასხამზე ხელის კი არ დაგვიდია, ალბათ ვიღაც გამონაკლეს თუ არ ხარ, ჩვენთვის გასაგებენაზე რომ აგიხსნათ, ეს სავარძელი და ეს ტყავი, რომ დიდების ფილმი ყოფილიყო, ნოთი ამერიკას ნამუშევარი იქნება. Nobody does it better. ასეთივე შესაშური მასალითაა დამზადებული საჭე, ბერკეტი და ყველაფერი, რასაც ხელით ეხები. ანუ, რომ აგიხსნათ რას გულისხმობ, თანამედროვე მანქანა რომ გამოდის 2025 წლის, გათვლილია რომ 10 წლის შემდეგ მას უნდა დაჭირდეს სალონის რესტავრაცია. აქ კი 32 წლის შემდეგაც ყველაფერი სიდნის შვინის ძუძუებივით რბილია. თუმცა, რაღაც ნაკლი რა თქმა უნდა ამ მანქანასაც აქვს. აქ ეხლა კი ხედავთ რომ შავი ჭერია გადაკრული, მაგრამ სულ ასე არ იყო. წინა გადაღებისას როდესაც პირველად გადავიღე ეს მანქანა, თუ დააკვირდებით, კადრშიც ჩანს, რომ აქ არის ჩამოწეული ეს ჭერი. და მე პატრონემ ამის გამო გადააკრა ეხლა ძალიან მაგარი შავი ალკანტარის მაგვარი მასალა უმაღლესი ხარისხის გამოყენებული. ახლა იდეალურად არის, მაგრამ სტანდარტულ 124 პრობლემა აქვს ის, რომ ჭერი ჩამოიზნიქება ხოლმე რა, მაგრამ აი. ეხლა მაგის გულისთვის მანქანის დაწოდება დაახლოებით იგივეა, რომ მია ხალიფა დაიწუნო სახეზე ხალის გამო. რომ გადამეფარა, თუ რამდენად კარგად ვერყვევი პორნოგრაფიაში, გადავწყვიტე მეჩვენებინა ჩემი უბადლო ცოდნა ტექნოლოგიებში. ეს არის ამ მანქანის CD changer-ი.